ხო, ნუ პარადოქსია ის, რომ ლევან ხაბეიშვილს კორუფციის ბრალდება წარუდგინეს, იმიტომ რომ ანუ ეს დაპირება კორუფციად ჩათვალეს, რომ მოსყიდვა არის, ანუ იდეაში არანაირი ობიექტი არ არსებობს, რომელიც შეიძლება ლევან ხაბეიშვილს მოესყიდა, არ არსებობს დაზარალებული, არ არსებობს არანაირი მტკიცებულება. 9 თვის განმავლობაში წინასწარ პატიმრობაში ყავდათ ლევან ხაბეიშვილი იმის გამო, რომ მოწმეებზე ზეგავლენას მოახდენსო და ეს მოწმეები ვერ მოიყვანა ბრალდებამ სასამართლოზე. ერთი ადამიანი მოიყვანა, რომელმაც თქვა, რომ აი აღვიქვიო ესეო, რომ შეურაცხყოფა მომაყენეო და ჩემი მოსყიდვა სცადო, ანუ აღვიქვიო ესე, ანუ აღქმა ყოფილა დანაშაული და ამის გამო თურმე პოლიტიკოსი თან ის ადამიანი, რომელიც თავად რეჟიმმა აწარმოა, სწორედ იმ დანაყოფის წევრების ჩვენებით უნდა ციხეში გაუშვან და გაუშვეს უკვე და დიდი ხნით დატოვონ, რომელიც ებრძვის ამ ქვეყანაში კორუფციას და დღეს რა ღრმავდება ქვეყანაში კორუფცია და სიღარიბე. კორუფცია, სიღარიბე და საქართველოს ქართველებისგან არის დაცლილი, ეს არის ფაქტი. ანუ ადამიანი, რომელიც ჩვენ თანამოქალაქეებს პირდებოდა, რომ თითო სოფელს 5 მილიონს მივცემო. და ახლა რო წახვიდეთ სოფლებში, იქ დასავლეთ საქართველოში, იმერეთის სოფლებში, ხო იქიდან არის ბიძინა ივანიშვილი. 5 ადამიანს ვერ იპოვით, რომელსაც შეუძლია გაუმკლავდეს ნებისმიერ სამუშაოებს, ანუ აგრარული თვალსაზრისით ვიძახი, ანუ სამუშაო ძალისგან არის სოფლები დაცული. 5 ადამიანს ვერ იპოვით. დაბერებულია ჩვენი სოფლები, დავდივართ ჩვენ და იქ ახალგაზრდა არ შეგვხვედრია. არსებობს სკოლები, სადაც პირველი კლასი აღარ მიგვიღია. და აი ამ რეალობაში 14 წლის განმავლობაში მხოლოდ კორუფცია, მხოლოდ სიღარიბის გაღრმავება, ემიგრაციაში გახიზნული ქართველობა, საბანკო კრედიტები დატვირთული ჩვენი თანამოქალაქეები, არ იქნება არანაირი პროდუქცია, მაგრამ 3 მილიარდი წავიდა მაგალითად სოფლისა და სოფლის მეურნეობის პროგრამებში. ეს ფული კონკრეტული ადამიანების ჯიბეში დაილექა. მაგალითად ლევან ხაბეიშვილს რო ეუბნებიან კორუფცია არისო, ეს დაპირებაო. ლევან ხაბეიშვილი იყო სწორედ ის ადამიანი, რომელიც საუბრობდა იმაზე, რომ საბავშვო ბაღებში ულუფას პარავდა ქართული ოცნება და დადასტურდა. ანუ 2019 წელს რო გააკეთა განცხადება, დადასტურდა. მეცაც გეტყვით, კახიკალაძესთან რო სუსი შევიდა, გამოძიებით და აღმოაჩინეს, რომ ვაგონ შემკეთებენი ქარხანა, რომელიც უნდა იმსახურებოდეს ჩვენი მეტროს განვითარებას, თურმე იქ ფული ყოფილა მოპარული და ვინ საუბრობდა ამაზე? საუბრობდა ლევან ხაბეიშვილი. კოლ-ცენტრები, აი რო გამდიდრდნენ და ეხლა თქვენ ნახავთ, ხო? აი წარმოუდგენელია როგორი სიღარიბეა ქვეყანაში და ისეთი ავტომობილებით გადაადგილდება კონკრეტული ადამიანები, რომ გაგიკვირდებათ, საიდან მოვიდა ეს ფულიო? მოვიდა კოლ-ცენტრებიდან. ანუ აქედან ძარცვავენ ევროპელ პენსიონერებს და უკვე არა მხოლოდ ევროპელ პენსიონერებს, ქართველების ძარცვას დაუწყიათ, სხვადასხვა ესეთ მედიკამენტებს თურმე სთავაზობენ ჩვენს პენსიონერებს, ატყუებენ. თქვენთან შაბათის ფორმულაზე იყო რამოდენიმე სიუჟეტი, როგორ ქვეყანაში ვცხოვრობთ, ხო? სადაც კორუფცია ნორმაა და ადამიანს იჭერენ, ესე იგი პოლიტიკური დაპირების გამო უკვე რამდენი თვეა ლევანი გახლავთ ციხეში, იმიტომ რომ პოლიტიკური საჯარო განაცხადი გააკეთა, რომელიც ეუბნებოდა ადამიანებს, რომ არ იძალადოთ ჩემზე, ლევანის ფოტო ალბათ ყველას გაქვთ ნანახი და ვიდეო, სადაც ის სიკვდილის პირას არის ცემით მიყვანილი და ამ სპეცრაზმელებს ეუბნება აღარ ცემოთ ხალხი და თუ თქვენ არ შეასრულებთ უკანონო დავალებას, მერე დაჯილდოვდებით სახელმწიფო ბიუჯეტიდანო და ამის გამო პატიმრობაში ყავთ, ხვალ განაჩენი უნდა გამოცხადდეს, შესაძლოა მრავალწლიან ციხეზე იყოს საუბარი, მაშინ როცა კორუფციაზე, ანუ ქმედით კორუფციაზე ამ ქვეყანაში და ეს ასე ოპერირებს, როგორც გაერკვა ეს ქვეყანა, მათი თითქმის ყოველი მეორე მაღალჩინოსანი ძალიან მაღალი რანგის თანამდებობის პირები თვითონ ვეყავთ დაჭერილი. ოღონდ შემდგარ ფაქტზე დაპირებაზე კი არა. აი მაგალითად ზარქოა, ერთ-ერთი ბრალი ადრე ლევან ხაბეიშვილს თვითონ ზარქოაზე იძალა და წარუდგინეს ლევან ხაბეიშვილს. საკრებულოში თავდასხმა რომ მოაწყეს ლევან ხაბეიშვილს. კი, როგორ არ გამახსოვს ეს საჯარო შეხლა შემოხდა, კი, როგორ არ მახსოვს. ამხილა და შემდეგ დაესხნენ თავს, ჯგუფურად იძალადეს, უბრალოდ ლევან ხაბეიშვილი ვერ გატეხეს და იქით გადავიდა და აი ამის გამო ხა ვაშკაცობა რო ადამიანმა საკრებულოდან მოყოლებული ჯგუფია. რალი წაუყენეს და ვის წი ზარქოას და ზარქოას ოჯახის წევრები ხომ არ იცით რაში არიან ბრალდებულები. აი ეხა დღეს გავრცელდა ინფორმაცია რომ 80 მილიონი დაუმატეს საჯარო სკოლების რეაბილიტაციას, იმის გამო რომ კონკრეტულმა ოჯახებმა აიღეს ტენდერები, აი ქართული ოცნების სკოლები არ დაასრულეს.
კი არ დაასრულეს ერთ-ერთი იყო ეს ზარქუას სანათისაო კლანი არ დასრულდა ამ სკოლების რეაბილიტაცია და 80 მილიონი წავა ეხლა რომ თავიდან დაამატეს ესე რომ ვთქვა დაფინანსება იმის გამო რომ ეს სკოლები დასრულდეს და ბავშვებმა გააგრძელოს იმის გამო რომ ვიღაცამ ეს ჯიბეში ჩაიდო ეს ფული პირველ კლასელებს ვეღარ იღებს სკოლები იმიტომ რომ ფიზიკურად ადამიანები აღარ არიან და კი ნამდვილად სახელმწიფოს კარგავთ ხო ვიძახდით წლების განმავლობაში ნაციონალური მოძრაობის ლიდერებს უსაუბრებენ რომ სახელმწიფოს კარგავთ სახელმწიფოს მეტაცება ხავ კარგავთ სამშობლოს იმიტომ რომ ქვეყანაში აღარავინ აღარ არის ახალგაზრდა აღარავინ აღარ ქორწინდება აღარავინ არ არის ამ ქვეყანაში ბედნიერი აღარავის აღარ უნდა ამ ქვეყანაში საკუთარი მომავალი დაგეგმოს აი აქ მივიყვანა ივანიშვილმა და თუ ვინმე ამაზე ღია სახალხოდ საუბრობდა იყო ლევან ხაბეიშვილი და დღეს აი პარადოქსია ხო ლევან ხაბეიშვილს უყენებენ ბრალს და ეხლა აი მოდი გადავიდეთ სამართლებრივ შეფასებაზე, ხო? არსებობს მოქალაქე და პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ კანონი. ორგანული კანონი, ანუ კონსტიტუციის ნაწილია ეს კანონი და იქ არსებობს ასევე განაწესი, რომლის მიხედვითაც პოლიტიკოსი არის გათავისუფლებული პოლიტიკური დაპირებებისგან. ანუ თუ დაპირდებდა ეს სხვათა შორის ქართული ოცნება აქეთ იქით რო ისროდა დაპირებებს, სწორედ მაგიტომაა ეს ჩანაწერი გაკეთებული, რომ პასუხისგებლობა და ტვირთი მოეხსნათ, მაგრამ ფაქტია, რომ კანონი არსებობს და ეს კანონი ლევან ხაბეიშვილს ათავისუფლებს და ყველა პოლიტიკოსაც, მაგრამ თუ მოხდა და ლევან ხაბეიშვილს ამ ბრალდებასთან დაკავშირებით სამართლებრივი შეფასება მოახდინა სასამართლომ და მას დანაშაულად ჩაუთვალა პოლიტიკური შეფასება, ესე გამოდის, რომ ამ ქვეყანაში კი ყველა სივრცე პოლიტიკოსისთვის არის დახურული. იმიტომ როგორ, ანუ ივანიშვილი, რომელიც მოვიდა ამ ქვეყანაში გიჟური დაპირებებით, ტყუილებით, ფარისევლობით, ბარბარა რაფალიანცის უბედურებაზე კაპიტალიზება მოახდინა თავისი პოლიტიკური მომავლის, ისინი გვესაუბრებიან ჩვენ, რომ თუ პოლიტიკურ დაპირებას გასცემოთ, ციხეში გაგიშვათ, წარმოგიდგენიათ, ქურდები კორუმპირებულები, ანუ რომ მოვიდნენ ამ ქვეყნის საგარეო ვალე იყო 16 მილიარდი და დღეს 72 მილიარდი არის საგარეო ვალე. ანუ ვალები აკვიდეს, თვითონ ოქროს ზოდები დაილაკეს, ეს ფული მოტეხეს სკოლიდან დაწყებული აღმოსავლეთ დასავლეთის ქაროსნული მაგისტრალი, რომელიც 2015 წელს უნდა დაესრულებინა მიხეილ სააკაშვილს. კობახიძე გვეუბნება, რომ 2032 წელს დავასრულებო, როცა მარსზე კოლონიზაცია იწყება და აი დღეს რო ბოლოზარი დაირეკა სკოლებში. რას თავაზობთ ამ მოსწავლეებს, აბიტურიენტებს რას თავაზობთ, როცა პრეზიდენტი არის ჩვეულებრივი, ანუ გაუნათლებელია და ნახეთ ხო, ეკლესიაში როგორი სტანდარტი ყოფილა, რომ განათლების გამო, დიპლომის გამო კონკრეტული კანდიდატები არ დაარეგისტრირეს. ხო აი ეს ხო რაღაცა სტანდარტი ნიშნავს იმას, რომ ხარისხი არის მაღალი. დღეს კი აი თუ არის მეუპე შიო განათლებული, აი სახელმწიფო ინსტიტუტის პრეზიდენტის ინსტიტუტის ესე რომ ვთქვა, როგორ ვთქვა, პრეზიდენტს ვერ დაუძახებ ამ ადამიანს, მაგრამ ყავლაშვილი არის უდიპლომო. აი რა უნდა მოთხოვოთ ამ ადამიანს და პრემიერი ყავს, რომელიც პირდაპირ ამბობს, რომ ნულოვანი თანაგრძნობა მაქვს, ანუ თან იბრალებენ, რომ ქრისტიანები არიან, თან იბრალებენ, რომ ტრადიციების პატივსცემენ. ამ დროს გვეუბნებიან, რომ ნულოვანი თანაგრძნობა არის ჩვენი პოლიტიკური პარადიგმაო. აი ამ რეალობაში ვცხოვრობთ და დღეს რა იყო, აი ნიშანდობლივი რა იყო, რომ მოსამართლე, რომელიც შემოვიდა და სხვათა შორის დღეს უნდა გამოცხადებულიყო განაჩენი და ჩვენ არა მხოლოდ მოლოდინი მქონდა, გამოგვიცხადა მოსამართლემ, რომ მოისმენდა ლევან ხაბეიშვილის სიტყვას და შემდეგ უკვე განაჩენი გამოცხადდებოდა და ეს მოლოდინი ეხა თავად მოსამართლე შეგვიქმნა, ლევან ხაბეიშვილმა არის სარგებლა და დიდი სიტყვა არ უთქვია, თქვა ესეთი რამე, რომ სულ 3 საათი იყო ჩემი სასამართლო პროცესი 9 თვის განმავლობაში. მეუბნებოდით, რომ მოწმეზე ზეგავლენა არ უნდა მოახდინოს ლევან ხაბეიშვილმა და ამიტომ უნდა იყოს სამარტო საკანში. აი 9 თვე ვიყავი. მოსამართლე შეუნება, რომ აი მოწმე ვერ მოიყვანეს. ზეწოლის გამო გამიშვით ციხეში, აი მოწმე ვერ მოიყვანეს. და აი გელოდებით თქვენ, აბა რას მომიშჩით? და თვალებში ჩახედა და მოსამართლე ვერ გაბედა განაჩენის გამოცხადება. ადამიანი იყო გვამი ჩვეულებრივი და ფაქტია, რომ ვერ შეძლო მოსამართლემ რეჟიმის გადაწყვეტილების გამოცხადება. იმიტომ რომ იქ ისეთი აურა იყო შექმნილი და კი აი ესეთ ქვეყანაში ვცხოვრობთ უკვე, ყველა უბედურია ამ ქვეყანაში. თუმცა მაინც დიდით არ გადაწეათ, რომ ხვალ უნდა გამოცხადდეს ეს განაჩენი და არ მგონია, რომ ხაბეიშვილის საქმეზე წინასწარ არ იყოს გაწერილი ეს გადაწყვეტილება. უპრეცედენტო მოვლენაა საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიაში, არ ყოფილა მსგავსი ფაქტი, რომ პოლიტიკოსი საჯარო დაპირების გამო
შეიძლება აღმოჩნდეს ციხეში და ამის სამართლების შეფასებას ახდენს ახლა სასამართლო. და ეს ერთგვარი ტესტიცაა არა მხოლოდ პოლიტიკური სისტემისთვის, არამედ იმ სასამართლოსთვისაც კი, რომელიც არის რეჟიმის მსახური. მაგრამ ფაქტი არის ერთი, რომ ეს გადაწყვეტილება, რომელიც უნდა მიიღოს მოსამართლე ხუსკივაძე, არა ლევან ხაბეიშვილის განაჩენი, არამედ იქნება რეჟიმის განაჩენი. იმიტომ რომ ვადა გასულია ამ ქვეყანაში ქართული ოცნება. არაფრის შეთავაზება მას არ შეუძლია. ჩვენ ხო დავდივართ, ჩვენ ხო ხვდებით მოქალაქეებს, ჩვენ ხო ვესაუბრებით და კი ჩვენ პირდაპირ ვიძახით, რომ ამ ქვეყანას ახლა რა სჭირდება, ამ წუთას რა სჭირდება, არის ერთსულოვნება, გაერთიანება, ერთად შეკვრა. იმიტომ რომ კი აი თუ ვინმე არის გადაღლილი, მათ შორის ქართული ოცნებით არის ქართული ოცნების ამომრჩეველი, რომელიც ბევრჯერ მოატყვეს, რომელსაც უთხრეს 24 დეკემბერს, რომ მაღალ ფასებთან ბრძოლას დაიწყებდა პრემიერ-მინისტრი, 86%-იანი ფასნამატი არსებობდა პროდუქციაზე და შემდეგ ისე დაასრულეს ეს კომისიობანა, რომ არათუ ფასნამატი აღარ არსებობდა. აი დახლებზე რო იყო ვადა გასული, აი რამოდენიმე დღეში რომ ვადა გასდის პროდუქციას და საფასო კატეგორიაში არის დაბალი, რომ ფაქტიურად ნახევარფასად იყიდება, აი იმ დახზე მიაწერეს, რომ ეს კობახიძის ფასდაკლებაო. აი წარმოუდგენელი უტიფრობა, პოლიტიკური ცინიზმი, ხალხის დაცინვა, საკუთარი ამომრჩევლის დაცინვა, მეტი კი არაფერი. ამიტომ ჩვენ ხო კარგად ხვდებით რა რეჟიმში გვიწევს ცხოვრება. ამიტომ ჩვენ არავისთან უნდა დაუხუროთ კარი. ჩვენ ყველას უნდა მივცეს საშუალება, რომ გავერთიანდეთ ხალხო და კი აი ჩვენ ესე პათეტიკური კი არ არის ეს განცხადება. კი შეუძლია რეჟიმი, რომელიც სივრცეს არ ტოვებს, მისთან ერთიანდებით. პირდაპირ გეუბნებით, დღეს თუ ვიზმეს აქვს ძალა, რომ გაერთიანოს საზოგადოება, არის ეკლესია და კი ეკლესიის ერთ მხარეს თუ დგას ქართული ოცნების რაღაც ნაწილი, მეორე მხარეს უმრავლესობა დგას და ქართულმა ეკლესიამ უნდა აიღოს ეს პასუხისმგებლობა და ერი უნდა გაერთიანოს და ამ ქვეყანაში ერთადერთი პრობლემაა. და ეს არის ივანიშვილი, რომელმაც ევროპული არჩევანის საბოტაჟი მოგვიწყო. ივანიშვილი არის იმ პოლიტიკური ძალის ლიდერი და მართველი, რომელიც დანიას უწუნებს ადამიანის უფლებებს, რომელიც დანიას უწუნებს კანონის უზენაესობას და ამ დროს ქვეყანაში არათუ კანონის უზენაესობა არ არსებობს, არამედ დამოუკიდებელი მოსამართლე არ არსებობს და არ არსებობს დამოუკიდებელი საგამოძიებო სისტემა. ყველაფერი ტყუილი და ფარსია. 2 წელი ადამიანი აწამეს პირდაპირ ეთერში ხო ნახეთ, მეორე დღეს მივიდა პარლამენტში და ყველა ვნახეთ, ხო ლევან ხაბეიშვილი თვალს ვერ უსწორებდა ვერც ერთი ქართული ოცნების დეპუტატი და ზუსტად გამახსენდა ის პლენარული სესია გამახსენდა, სადაც ლევან ხაბეიშვილი სახედალეწილი მივიდა, შეფუთული ფაქტობრივად მივიდა და თვალს ვერ უსწორებდა, მათ შორის მამუკა მდინარაძე. დღეს ზუსტად იგივე სახე ქონდა მოსამართლეს, ვერ უსწორებდა თვალს ლევან ხაბეიშვილს. არ შველის არ გადააფიქრებინა არცერთ ჯერზე მათ ქმედება. აქ საუბარია უკვე ქმედების შემდგარ ფაქტზე, რომ ამ ქვეყანაში ფაქტობრივად პოლიტიკა გააუქმა ივანიშვილმა, კრიტიკული აზრი დააპატიმრა, ყოველ შემთხვევაში ამას ცდილობს, რეპრესიების ისეთი ტალღა შემოგთავაზა, რომ ყველაფერს კრძალავს, რაც მოესურვება ყველაფერს კრძალავს, მაგრამ მალე შეიძლება რამე ფერის ტანსაცმლით ქუჩაში გამოსვლა აგვიკრძალონ. ესეც ჩვეულებ, მაგრამ ამ პირობებში უწევს გასაგებია პოლიტიკოსებს და სამოქალაქო სექტორს, მედიას, მოქალაქეს, ყველას ამ ქვეყანაში ამ რეალობაში მოქმედება ამ ყველაფრის გათვალისწინებით, მაგრამ აი თქვენ ახლა ზიხართ აქ დღეს მთელი დღე იდექით სასამართლოს შენობის წინ და განცდა გაქვთ, რომ ხო ამხელა უკანონობა, მაგრამ რეჟიმის მოსამართლემ ხვალ შეიძლება დიდი ალბათობით რამდენიმე წლით გაუშვას ლევან ხაბეიშვილის ციხეში. ეს მოლოდინი გაქვთ მაინც, ეს არის რეალობა, ხომ? აი რითიც სვლით ამ რეალობას, იმიტომ რომ გავიგე რომ ამდენი პოლიტპატიმარია ციხეში, ხომ? აი მოქალაქეც უყურებს ამ ყველაფერს და მას სჭირდება ცვლილების რწმენა. რას მოაქვს ეს ცვლილება, როცა პოლიტიკოს დაპირების გამო შეიძლება ცხოვრობთ ქვეყანაში და რეალობაში მრავალწლიანი ციხე ელოდეს? დიახ, ძალიან კარგი შეკითხვა. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია და ნიშანდობლივია, დღეს სასამართლო დარბაზში ყველა პოლიტიკოსი თითქმის ოპოზიციური პარტიებიდან იყო და ჩვენ ვიყავით ერთად და კარგად ხვდებით, რომ ის რაც ხდება
ჩვენი ქვეყნის თავს. ეს არ არის მხოლოდ ჩვენი პრობლემა. ეს არ არის ჩვენი ოჯახების პრობლემა. ეს არ არის ჩვენი პარტიების პრობლემა. ეს არის ჩვენი ქვეყნის პრობლემა. და ამ ქვეყანას ყავს მათ შორის მოქალაქეები, რომლებიც შეიძლება ჩვენ პოლიტიკურად არ გვენდობოდნენ, პოლიტიკურად მხარს არ გვიჭერდნენ, არ გვეთანხმებოდნენ იდეოლოგიური თვალსაზრისით. ჩვენ კონსერვატიული ქრისტიან-დემოკრატიული პარტია ვართ, არიან ლიბერალური პარტიები. ეს განსხვავება, მრავალფეროვნება, დემოკრატიული ტრანსფორმაციის შემდეგ ქვეყანას სჭირდება, მაგრამ ახლა და ამ წუთას მნიშვნელოვანი არის ჩვენი ერთად დგომა და 26 მაისი არის ძალების მოკრეფის დღე. 26 მაისი არის ერთად დგომის დღე. 26 მაისი არის ჩვენი სიმტკიცის დღე და იმის დღე, რომ ჩვენ ვართ ერთიანები ორ მთავარ მოთხოვნაში, გათავისუფლდნენ პოლიტიკური ტყვეები და დასრულდეს ეს პოლიტიკური ანგარიშსწორება და ვენდეტა და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, დემოკრატიული ტრანსფორმაცია. ის რომ ბოლოს არის დაიკრეკა დღეს საშუალო სკოლებში და აბიტურიენტები ემზადებიან განათლების, უმაღლესი განათლების ეს გაიარონ, ხო? გამოცდები გაიარონ, ერთიანი ეროვნული გამოცდები გაიარონ. რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა მივცეთ მათ პერსპექტივა. და პერსპექტივა მხოლოდ დემოკრატიული ტრანსფორმაციის შემდეგ იქნება შესაძლებელი და ახალი არჩევნები, პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება, ეს არის ჩვენი ერისთვის ახლა და ამ წუთას მნიშვნელოვანი და ახლა თუ ვინმე ფიქრობს, რომ საჭიროა გადატვირთვა, საჭიროა შერიგება, საჭიროა ერთადგომა, საჭიროა ერთსულოვნება, ეს ძალა სწორედ ეკლესიაში უნდა ტრიალებს და კი მე ვიცი და დარწმუნებული ვარ, რომ არსებობს უკვე იქ პოზიციები, მყარი პოზიციები იმასთან დაკავშირებით, რომ კი ესეთი გადატვირთვა ქვეყანაში უნდა მოხდეს. ქვეყანა უნდა გაერთიანდეს საგარეო საფრთხეებთან დაკავშირებით. და თქვენ ახსენეთ ბოლოს არის, ხო, აი ვიდრე საგარეო საფრთხეებზე მივალ, ძალიან სიმბოლური იყო ბატონო ლაშა დღეს სინდისის პატიმრის შვილის მაისური, რომელიც მას ეცვა და ეს იყო ამ ქვეყნის დღევანდელი დღის სათაური, შეიძლება ასე ითქვას, ყველას მამა მოვიდა. და ამ გოგონას მამა ბოლოზარზე არ მივიდა, იმიტომ რომ რეჟიმმა დააპატიმრა ის უკანონო. თან ტერიშვილების ოჯახის ისტორიას მე ახლა არ მოვყვები. ერთი შვილი უკვე შეწირა ამ ოჯახმა საქართველოს თავისუფლებას და მეორე რეჟიმმა დააპატიმრა ზუსტად იგივე მიზეზით გამოსული ქუჩაში და ამის მერე ის ყალბი და პათეტიკური ტექსტი, რითაც ახალგაზრდებს ულოცავდა დღეს კობახიძე, რომ განვითარებაგელი წინო და სინამდვილეში ასეთ ქვეყანაში განვითარების პერსპექტივა არის ნული. აი ამ ბავშვის მაისური დღეს ამბობდა ყველაფერს ამ ქვეყნის მომავალზე და აი ამ ხალხს მინდა რომ უპასუხოთ კითხვებზე, რომ აი მივიდა ბოლოზარი აქვს ქვეყანას, ახლა იწყებს ხომ ის გზას ამ ქვეყანაში, დიდი ალბათობით ამ ქვეყანას უკავშირებს თავის მომავალს და მამა არ ყავს ბოლოზარზე გულშემატკივრად, იმიტომ რომ ის უკანონოდ არის დაპატიმრებული. აი ამ მოცემულობას რაც ცვლის, თუ ისეთმა ინსტიტუტმა, როგორც თქვენ ბრძანეთ მაგალითად, არითავა ეს ფუნქცია, ხომ? და შორს დადგა, თქვათ ასეთი მიზნისგან. ამ შემთხვევაში თქვენ ახსენეთ 26 მაისი და რწმენის გაჩენის აუცილებლობა, რომელზეც ყველა საუბრობს, კი ბატონო. კი, ანუ ევროპული არჩევანი ეს ხო დღეს და ახლა არ ყოფილა, ხო? საუკუნეების წინ მიღებული გადაწყვეტილება ჩვენი ერის, ჩვენი ქვეყნის, ეს არის ქრისტიანული ცივილიზაციასთან ჩვენი კავშირი და ახლა ქართული ოცნება რასაც ცდილობს, ეს არის უბრალოდ ის, რომ ჩვენ მოვწვიდოს ქრისტიანულ ცივილიზაციას. და აი დღევანდელი დღეც, რაც თქვენ ახსენეთ, ხო შეეძლო ადამიანს, რომ აი ამ ყაველაშვილისთვის, ივანიშვილის ყაველაშვილისთვის შეწყალება ეთხოვნა. რატო არ იღებენ ეს ადამიანები ამ გადაწყვეტილებას? 150-ზე მეტი პოლიტიკური პატიმარი ყავს ქვეყანას, ხო? რატო არც ერთი არ იღებს ამ გადაწყვეტილებას? ივანიშვილი არ არის ასეთი გულმოწყალე მართველი, ის პრაგმატულად ტრიუკების საშუალებით მართავს და ვაჭრობის საგნად აქცევს ხოლმე დაპატიმრებულ პოლიტიკოსებს, ეს მანამდეც არაერთხელ ნახეთ ჩვენ. და დამოუკიდებელ გაწყვეტილების მიღების უნარი ახლა კობახიძეს ამ სისტემაში არ აქვს. პატრიოტიზმი არის მარადიული ცნება. ივანიშვილს ყველაფერი, ივანიშვილმა ქარვასლა შექმნა საქართველოში. აი ეს ადამიანები არიან ამ ქარვასლის პოლიტიკიდან, ამ სპირალიდან ამოვარდნილები. ისინი პატრიოტები არიან. ისინი ამ ყოველდღიური რაღაცა მატერიალური კმაყოფისთვის კი არ იღებენ ამ გადაწყვეტილებას, ან იმიტომ კი არ გამოვიდნენ ქუჩაში, რომ რაღაცა პირადი სარგებელი უნდათ რომ საკუთარ შვილებს ამ ქვეყნის
მომავალს ჰქონდეს პერსპექტივა და ეს პერსპექტივა მხოლოდ არის ევროპულ ცივილიზაციაში, ქრისტიანულ ცივილიზაციაში და ახლა ივანიშვილი რა მდგომარეობაშიც აგდებს ჩვენ ქვეყანას, ყველა ხვდება, განა ვინმე ვერ ხვდება, მაგრამ ჩვენ რასაც სამწუხაროდ ვერ ვასკივებდით, აქამდე იყო ერთიანობა, იმიტომ რომ ხანდახან ისეთი დღის წესრიგი ქონდა ზოგიერთ პოლიტიკურ პარტიას, რომ აზიანებდა საერთო ბრძოლას. ამიტომ როგორც იქნა ჩვენ ვართ ერთად, მიუხედავად ჩვენი კონკრეტული დღის წესრიგი ქონდა რომელიღაც პოლიტიკურ პარტიას, რომელიც აზიანებდა ერთობას. ეს ფრაზა საწინააღმდეგო მიმართულებითაც მიუხედავად თქვენ ხშირად ყოველთვის იყავით მომხრე ერთიანობის, განცხადებები, რომელიც კეთდებოდა თქვენი მხრიდან, მათ შორის ბატონი მიხეილ სააკაშვილის მხრიდანაც, პრეზიდენტის მხრიდან, ასევე რიგი პოლიტიკოსების მხრიდანაც, მეორე მხრიდან აღიქმებოდა ზუსტად ამ ერთობის დამაზიანებლად, ასე რომ ეს რაღაცნაირად ორმხრივი პროცესი იყო, რომელიც არ გამოდიოდა საბოლოო ჯამში. მოდი, გულწრფელები ვიყოთ. გულწრფელები ფაქტის აღმწერები ვიყოთ. არა, ხო, პოლიტიკური პარტია არ შევიდა პარლამენტში, არ მოახდინა ლეგიტიმაცია რეჟიმის. მე გესაუბრებ თქვენ განცხადებები ახსენეთ. ხო, და მივყვები აი ქრონოლოგიურად. მიხეილ სააკაშვილი რაღაცა პირადი ინტერესებისთვის ხო არ იბრძვის, პირადი ინტერესებისთვის ხო არ ჩამოვიდა, პირადი ინტერესებისთვის ხო არ წერს ამ პოსტებს. ეს ხო საერთო ბრძოლა, ეს ხო ჩვენი ქვეყანაა, ეს ხო ჩვენი ქვეყნის მომავალია. ძალიან მარტივია. მაგრამ პოსტებს რომელსაც წერს ხშირად აბრაზებს ოპოზიციის ნაწილს. არა, ეს ჩემი აზრით აცოცხლებს პოლიტიკურ პროცესს. კი ბატონო, თქვენ შეფასების შეფასების უფლება თქვენი გაქვთ, მაგრამ გამოხმაურებები სხვანაირია ხო? ჩვენი პასუხისგებლობა პირველ რიგში, ჩვენ პასუხისგებლობა გვაქვს პოლიტიკურებთან, იმიტომ რომ ჩვენზე მეტი გააკეთეს ამ ადამიანებმა, ისინი ჩვენ გვიყურებენ, ჩვენგან ბრძოლას მოითხოვენ, ჩვენგან შრომას მოითხოვენ, ჩვენგან მოძრაობას. ისევე როგორც ხალხი პოლიტიკურ კლასს იყურებ ჯამში ზუსტად ასე. და ჩვენ კი გვიწევს რთულ, საკმაოდ რთულ რეპრესიაში და ტერორში გვიწევს პოლიტიკის კეთება და ამას არ ქვია პოლიტიკის კეთება, ეს არის დისიდენტობა ფაქტიურად ქვეყანაში, მაგრამ ჩვენი ძალები უნდა გავაერთიანოთ მიუხედავად წარსულში რაღაცა შეხედულებებისა, შეფასებებისა, კი, სხვანაირად ეს ქვეყანა ვერ გადარჩება. თუ ვინმე გადაარჩინა ეს ქვეყანა, აი ესეთმა გმირებმა გადაარჩინა, ცოცხალმა გმირებმა. აბა როგორ გონიათ, პაატა ბურჭულაძემ საკუთარი ავტორიტეტი დადო სასწორზე. 70 წლის ადამიანი არ შეუშვეს ოპერისა და ოპერის თეატრში არ შეუშვეს ადამიანი, ხო გახსოვთ, ხო? და ეხა იყო შაბათს, იყო მარში. პაატა ბურჭულს ერთი კაცი არ გამოიხმაურა. ოპერის თეატრიდან, ხო? თეატრიდან, არავინ არ გამოიხმაურა. აი ნახეთ, ნულოვანი თანაგზნობა, ეს არის პოლიტიკური. ეს ჩემი საქმე არ არის, ეს მე არ მეხება, ეს არის რეჟიმის წისქვილზე დასხმული წყალი ყოველთვის და სიჩუმე არის ის, რასაც საბჭოთა რა შემთხვევაში საზოგადოებას ერევა ავტორიტარიზმი. საბჭოთა სისტემის რესტავრაცია მოახდინა ნაწილობრივ ივანიშვილმა, უბრალოდ ერთი რამ გამოეპარა მას, რომ ქართველი ხალხი საკუთარ მომავალს არ დათმობს, საკუთარ ქვეყანას არ დათმობს. თუ აქამდე ჩვენ საუბრობდით, რომ სახელმწიფოს კარგავთ, ახლა სამშობლოს კარგავთ, იმიტომ რომ ჩვენ ქვეყანაში აღარ დაგვედგომება. აი ეს არის ფაქტი და ეს პოლიტიკა, ეს პოლიტიკური დღესდღეობები, ეს კალაპოტი შექმნა სწორედ ივანიშვილმა. მას უნდა რომ აგერ აბასთუმანში საგადაკეტა ადამიანმა, რაზე ვლაპარაკობთ და ამას ყველაზე მეტად ხვდებიან ქართული ოცნების მხარდამჭერები. ჩუმად არიან, კი კორუფცია და შიში ღრმავდება ამ ქვეყანაში, მაგრამ სიმართლეს ყველა ხედავს. უბრალოდ აქ არის გადამწყვეტი მომენტი საჭირო და გადამწყვეტი მომენტი მე მგონია რომ იქნება 26 მაისი, ეს არის დამოუკიდებლობის დღე და დამოუკიდებლობიდან თავისუფლებამდე ჩვენ კიდე გვაქვს გასავლელი და ეს გზა რა თქმა უნდა არის გზა ევროკავშირისკენ, იმიტომ რომ ევროკავშირი არის ადგილი, სადაც ჩვენ მოვიპოვებთ თავისუფლება. რომელ საათზეა ხვალ სხდომა და აპირებთ თუ არა ხვალაც სასამართლოს? 14 საათზე იქნება გამოცხადება განაჩენის, მაგრამ ეს არ იქნება ლევან ხაბეიშვილის განაჩენი, ეს იქნება ქართული ოცნების განაჩენი, მოსამართლის განაჩენი, სასამართლო სისტემის განაჩენი, იმიტომ რომ ადრე თუ გვიან ეს რეჟიმი დასრულდება. დიდი მადლობა უსმენთ ლაშა ფარულავას, რომელსაც